საბჭოთა ანაბრების პრობლემასთან დაკავშირებით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან ერთად დღეს ექსპერტებმა იმსჯელეს. აფასწევრების განცხადებით ანაბრების საკითხის სიღრმისეულად შესასწავლად არასამთავრობო ორგანიზაციაში საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრი შეიქმნა, რომლის მიზანიც საკითხის შესწავლა, მის პოლიტიკური სარჩულისგან გათავისუფლება და ანაბრების პრობლემის გადასაჭრელად საფუძვლის მომზადება. დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მაისის თვეში საბჭოთა ანაბრების თემაზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია პირველ კონფერენციას გამართავს. შეიძლება ამ პრობლემის გაწერა დროში. შევხვდით ავტორიტეტულ ეკონომისტებს, ექსპერტებს, მოვისმინეთ მათგან მოსაზრებები, რომლებსაც აუცილებლად კვლევაში გავითვალისწინებთ და დაისვა კიდევ საკითხი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ჩატარდეს დიდი ფართომასშტაბიანი კონფერენცია, სადაც შემაჯამებელი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება დაფიქსირებული. ის გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე საქართველოს სახელმწიფომ მიიღო, უნდა შესრულდეს ის 502 მილიონი ლარი, რომელიც მაშინ განისაზღვრა მეანაბრებისთვის უნდა დაიწყოს მისი დარიგება, მაგრამ ეხლა უნდა განვაცხადოთ, რა შეიძლება ამის ერთდროულად დარიგება, რათა მან არ გამოიწვიოს ინფლაციური პროცესები, მაგრამ მისი შესრულება ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ღირსების საქმე. თემის წამოჭრა ამ ეტაპზე არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, არსებობს ზუსტი, ასე რომ ვთქვათ, მისამართი, ვინ შეიძლება იყოს ამ პროცესებში დამნაშავე, ამიტომ ბუნებრივია აფას კვლევა, მე ვფიქრობ, იქნება ორი ძირითადი დატვირთვა, ერთი საინფორმაციო შედეგი, რომელიც შეიძლება დაზარალებულებმა მიიღონ და მათ იცოდნენ რა მოხდა რეალურად იმ პერიოდში, მეორე უბრალოდ ხელისუფლების პოზიცია, როგორ აპირებს ის ამ საკითხთან დაკავშირებით მოქმედება